დრო გააქვს სინამდვილეში. მისესებთ რომ არ გვაქვს. დრო გააქვს, თქვენ ფიქრობთ რომ შეიძლება მთელი დღე უნდა გადაყვე ამ ბავშვს. არ ჭირდება. ბავშვი თვით კმარი არსება. ჩვენ არ ვზდით ბავშვებს თვით კმარ არსებად. ნახეთ, დღეს ეხა მე რასაც უყურებ, ძალიან არიან მშობლებზე მიჯაჭვული ბავშვები. ესე არ უნდა იყვნენ მიჯაჭვულები მშობლებზე. თვით კმარი უნდა იყოს, თვითონ თავი უნდა გაირთოს, უნდა ითამაშოს. უჭირთ დღევანდელ ბავშვებს ეს, ნახეთ. იმიტომ კი არა რომ მშობლებთან არიან სულ, შფოთვა აქვთ მაღალი. მე რომ მკითხო მაღალი შფოთვა აქვს და არც მშობლებს არ აქვს დაბალი შფოთვა ისე ჩვენში დარჩეს. და ქალბატონო თამარ, აი მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში მარტო ანუ დაუფროსი იყო და მარტო ძალიან ხშირად მიწვევდა ყოფნას. მილიო რაღაცას ვიგონებდი. აი დღემდე იცინს მამაჩემი ერთხელ მოვიდა ჩოხამეცვა და რასაკეთებო და ერეკლე მეორეობანას თამაშობ მეთქი და ეგ რა არისო. მეფეც მე ვიყავი, საქართველოს ჯარიც მე ვიყავი, ტერიც მე ვიყავი და ვომობდი. კი. ანუ ასე ეხლა მაგას ვერ იზამთრ. ხო, ანუ ახლა რატო ტელეფონმა ხა და ეკრანმა და ინტერნეტმა. აი დიახ. მანდეთ ეხლა მაგას ვეღარ იზავთ, იცით რატო? ფანტაზია აღარ გექნებათ. იმ ბავშვებს, ვისაც არ ქონდა ტელეფონი და ესეთი ბჭყვიალა ეკრანი, ის რაც ხა ვითომ ფერადი ტელევიზორი ქონდა ჩვენ დროს და ისეთი მით არ გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით, ფანტაზიას აბლაგვებს. აი ხო უცნაურია. აი ეს ტექნოლოგიები, აი ეს ბჭყვიალა რაღაცეები, აი ესეთი ფერადი მულტფილმები და შესაბამისი რაღაცეები აბლაგვებს ფანტაზიას. წარმოსახვა აღარ აქვს ბავშვს და თუ შეგიმჩნევიათ, აი როცა ბავშვები მიყავთ დაბადების დღეზე, რა ვქნათ? რითი გავერთოთ? რა გავაკეთოთ? ანუ აი ეს გულწრფელი ღია და აი ესეთი ბუნებრივი ფანტაზია, რომ უნდა ითამაშო. აი დღესაც მეთამაშება ხოლმე მე. ანუ თამაში ძალიან მაგარი რაღაცაა რა. ძალიან მაგარი რაღაცაა, ხო და ბავშვებს ჭირდებათ ეს. და სხვათა შორის მამებმა შეიძლება ეს როლი შეასრულონ. ის ნახევარი საათი რაღაცა ეთამაშონ, ან დავუშვათ სასეირნოთ, როცა მიყავთ თავიანთი შვილი. სისულელეები რატოა? ნებისმიერი თამაში ყოველთვის ბავშვის სასარგებლოდ არის. მიშოს და თავის მეუღლეს ჰქონდათ ხოლმე ქალბატონო თამარ გამოფენაზე კვირას აღამოს ჰქონდათ ხოლმე. ჩვენი ეზოს თამაშები და ეზოს თამაშები ბავშვები 1-30 ბავშვი მაინც მოდ. იმიტომ რომ ჩვენი შვილები გაგვერთო და მე მოვიფიქრეთ რომ ბევრი უფრო კარგი იყო და უბრალოდ ათამაშებდა ძალიან კარგი აზრია. ზანზარი იყო ხოლმე გამოფენაზე და მე უამრავი თამაში. ძალიან კარგი აზრია. თუმცა ამას ერთად ვსაუბრობდით რომ უნდა დავაბუნოთ, იმიტომ რომ პატარა სჭირდება ძალიან მიეკრა ტელე. ოღონდ ეს ფინანსურად რამე ვინმე კი არ იხდი და თანხას რო ეთამაშა. უბრალოდ ეს ქმნიდან სიტუაცია, სადაც ბავშვი. ოღონდ ნახეთ, ეხლანდელ დროში ჩვენ უფროსებს გვიწევს ამ სიტუაციის შექმნა. მაშინ როცა ჩვენ ბავშვობაში, ჩვენ თვითონ ვის აინტერესებდა, ეხლა ჩვენ რა თამაშობდით, ეხლა მედარდი არ ქონდა ჩვენ მშობლებს კიდე მაგაზე ეზრუნათ. ანუ ჩვენ თვითონ ვიგონებდით, ხო, ამებს? აი თქვენ მაგალითად ყველაფერს თქვენ თვითონ იგონებდით იმ ჭოყაში. ოსმალო მკლავდა ოსმალო. ხო და ეგ არის ზუსტად ფანტაზიის განვითარება, რომელიც მე ავითარებს ძალიან ბევრ რაღაცას ბავშვში.